მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით. რახანია მოგვჭა წელი ვიდეო. ამის მერე თუ ადამიანებს ექნებათ კითხვები, წერენ ხოლმე ხშირად, მე მას ასეთ ფორმით უპასუხებ. ეხლა ეს კითხვა, რომელიც დამისვეს, მე ძალიან საინტერესო, რომ ანუ რა შემდგომარეობს, კარგად ვერ დააზუსტა, ზუსტად რა ქონა მხედველობაში, რომ მიახლოებით მე ორ პასუხს გავცემ ამ კითხვას. ესე იგი მეკითხება ესეთ რაღაცას, რომ ერთ კომპანიაში უნდა დავაბანდო თუ რამოდენიმე კომპანიაში. ანუ თუ ეს კარგი ადამიანი გულისხმობს იმას, რომ ერთი და იგივე ინდუსტრიაში, რამოდენიმე კომპანიაში, მაშინ ჩემი პასუხი იქნება, რომ თუ შენ ძალიან კარგად შესწავლილი გაქვს კონკურენცია და თვითონ ინდუსტრია ძალიან კარგად გაანალიზებული და ხვდები რა ხდება. მაშინ შენ არ გჭირდება 4 კომპანიაში მაგალითად, მე მგონი 4 თქვა, 4 კომპანიაში, 1-ში ან 4-ში ასე თქვა. 4 კომპანიაში დაბანდება და შეგიძლია 1-ში დააბანდო. ოღონდ ეს გულისხმობს იმას, რომ შენ ძალიან კარგად უნდა გქონდეს შესწავლილი და უნდა ძალიან კარგად გესმოდეს სადაბანდებ. აი ძალიან კარგად უნდა გესმოდეს. რადგან შენ ამით შენ თუ მაგალითად 4-ში აბანდებ და 1-ში არ აბანდებ, მაშინ რისკებს იმცირებ იმით, რომ შენი ეს ასე ვთქვათ, შენი დროს ამ ინდუსტრიაზე დახარჯვა და გაანალიზება, ანუ იზარმაცია ასე ვთქვათ და 4-ში გადაანაწილე, რომ შედარებით 4-ვე სხვა არაფერი არ მოუვა, ვთქვათ, ეს თუ რომე დაემართა, 4-ს არ დაემართა. ამ თვალსაზრისით, მაგრამ შენ თუ ძალიან კარგად გაქვს ეს ინდუსტრია გაანალიზებული, მაგ შემთხვევაში ერთ კომპანიაში არის ძალიან კარგი და სრულიად ნორმალური და ასეც ვაკეთებ მე ყოველთვის. თუ მაგალითად ეს ადამიანი გულისხმობდა 4 სხვადასხვა ინდუსტრიაში დავაბანდო მთლიანად, თუ სხვადასხვა 4 კომპანიაში, ხო, განსხვავებულ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიაში. მაგ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჯობია 4-ში უფრო ხშირად, რადგან რაღაც დონეზე აღწევ დივერსიფიცირებას. ახლა კითხვა შეიძლება დაისვას, რომ თუ შენ ძალიან კარგად გესმის, რადგან დივერსიფიცირება და მეც ესე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მაგრად მწოდნე ინვესტორს და ეს სფერო რომ იდეალურად ესმის, არ ჭირდება ძალიან ბევრ კომპანიებში დაბანდება. ზოგი მაგალითად 30 კომპანიაში დაბანდებს 50. შეიძლება 500-1000 დოლარი კონდეს რა, აქ არ არის თანხმობრივად დიდ თანხებზე საუბარი, ხო? შეიძლება იყოს დიდ თანხებზე, შეიძლება არ იყოს. მაგრამ აქ რა მინდა რომ აღვნიშნო. უდეშეს შენ ძალიან ბევრში აბანდებ. ჯერ მოსალოდნელი მონგებიანობა დაბალია, შეიძლება რაღაცნაირად დივერსიფიცირებაზე ფიქრობ, რომ დივერსიფიცირებულია, ალბათ იქნება დივერსიფიცირებული თუ ერთ ინდუსტრიაში არ არის, მაგრამ დივერსიფიცირება კიდე ცოტა განსხვავებული ფენომენია. ეს როგორი რაღაცაა დივერსიფიცირება? შენ რო აბანდებ სხვადასხვა კომპანიაში, ყოველ ახალ დაბანდებულ კომპანიაში, შენ ან უნდა გეზდებოდეს მონგებიანობა, ან რისკს უნდა ამცირებდნენ მთლიანი პორტფელის. ეს არის ჯანსაღი ნამდვილი დივერსიფიცირება. დივერსიფიცირება ის არ არის ბევრში რო დავაბანდო და შეიძლება აბანდო, მაგრამ რისკები ვერ შეამცირო და ეს მონგებიანობა, პირიქით მონგებიანობა შეიმცირო. და რისკები უცვლელი დატოვა. ეს ძალიან მცირედ შემცირდეს, მაგრამ მონგებიანობა კარგად შემცირდეს. მაგრამ 4-5 არის ნორმალური თუ სხვადასხვა ინდუსტრიაში აბანდებ. ახლა ჩემს შემთხვევაში როგორ იყო ისტორია, ჩემი ისტორია როგორ მეტყველებს და რას გვაჩვენებს, ასე ვთქვათ. თავდაპირველად ცდილობდი რომ ამის ინდექსში მქონდა დაბანდებული ნაწილი და შემდეგ სანამ ეს დაახლოებით 20 წელი წინ გეუბნებით. 2026 წელიდან. ეს 2006 წლიდან მოდის. ხო, დაახლოებით 20 წელი. როგორ რაღაც იყო, იცი, თავიდან ცდილობდი რომ ინდექსში ყოფილიყო და ბევრი არ მქონოდა კომპანიებში დაბანდებული, მაგრამ რაც
ამ ინდექსთან შედარებით. მაგრამ შემდეგ ნელა გადავედი კომპანიებზე, დიდ მონგებიანობას ვერ ვნახულობდი თავიდან გეტყვით. დაახლოებით 5 წელი მაგარად ვიწვალე, 3-5 წელი, სანამ ძალიან კარგად გავიგებდი. ხა ძალიან კარგად გავიგებდი, ჭირებში ძალიან კარგად არ ვიცი ხა არ მინდა თქო, მაგრამ დაახლოებით ეს წლებია უკვე ძალიან კარგად პულსზე მაგ ბაზრის და ხვდები ინდუსტრიებსა და უკვე თითქმის ყველა კომპანიას ვიცნობ. სამე დააბანდო რა მოგები რას უნდა ელოდა მომავალში ინდუსტრიები როგორ უნდა განვითარდეს, ნაკლებად რომელი ინდუსტრია ვერ ვითარდება სწრაფად, მზარდი არის რომელი იკლებს და ასე შემდეგ. მაგრამ ამ დროს იყო ჩემი ხედვა რომ როგორ მე დამებანდებინა ბევრ კომპანიაში და თუ რაღაც რამე მოვიდო და ან ჯგუფურად დამებანდებინა რამ ერთ ინდუსტრიაში რამოდენიმე კომპანიაში. შეიძლება ბაფეტი აკეთებდა ხოლმე თავიდან ის. ძალიან undervalued, ანუ ძალიან იაფ ინდუსტრიას იყო და ბევრში დააბანდებდა და საერთო ჯამში შეიძლება ზოგიერთში ვერ მოეგოს კომპანიაში, ზოგიერთში მოეგო, მაგრამ საერთო ჯამში მომგებიან. მე შეიცვალა ჩამომაგნებმა და სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა, რომ შეცვალა ეს თავის სტრატეგია. ხო, აი ესე იყო, მაგრამ რაც დრო გავიდა ჩემ შემთხვევაში, ხო? მას შემდეგ მე შევამცირე ინდუსტრიებისაც და კომპანიების რაოდენობა, ინვესტირებული კომპანიების რაოდენობა და ნელა აი რამის 60 კომპანიამდე ვარ დასული დაახლოებით. ეს არის რაც დრო გადის, ხო, უფრო ცოდნას იღებ, გამოცდილებას იღებ და ნელა ამცირებ ამ კომპანიების რაოდენობა. ხვდები რომ ეს ტყუილია ზოგიერთ კომპანიაში თუ შენ ძალიან კარგად გესმის კონკრეტული ინდუსტრია, კონკრეტული კომპანია იცი, სხვა კომპანიებიც განანალიზო, ხვდები რომ აზრი არ აქვს სხვა კომპანიებში დაბანდებას. ხო, აი მაგალითად ერთი მაგალითს მოვყვან ჩიპმეიკერებსაც ეხება Nvidia-ში ყავდა ყოველთვის ადრიდანვე შერჩეული Nvidia. აი ძალიან ადრიდანვე და ეხლა ხელოვნური ინტელექტი სანამ აი ახლა გაიშ ChatGPT და სანამ გაიშვებოდა იმ თვალსაზრისით რომ ძალიან პოპულარული გახდება და მე იქამდეც გერო. და ჩიპმეიკერებში ჯერ AMD-შიც, მაგრამ AMD-ში ნაკლებად. ძალიან ნაკლებად ძირთად იყო. და ასე, სხვადასხვა და რასო რამოდენიმე ინდუსტრია მაქვს მხედველობაში, მაგრამ ძირთადი პროპორცია საერთოდ ხომ დაბანდების ყველას უჭერო. ერთ კომპანიაში ძალიან კარგად როცა იციან ის კომპანია იმაში დააბანდოთ ინდუსტრიაში და თითოეულ ინდუსტრიაში რაც ესმეთ ის ინდუსტრია, რაც არ ესმეთ ის ინდუსტრია და კომპანია მას ხედი არ უნდა მოკიდონ. ეხლა ბიოტექნოლოგიური და რაღაც სამედიცინო თუ ამ მიმართულებით არ ესმის სისულელია მაშ და ზოგჯერ არის ხომ რაღაც პანიკა ის წარმოიქმნება ემოცია, დიდი ეიფორია ასე ვთქვათ ბაზარზე და რაღაცა არაჯანსაღ ინდუსტრიას ვითომ ახალი ინდუსტრია და უნდა ესე ვაშკვლავები დაწყვეტოს, ყველა გაიქცევა აბანდებს და ახალს გონია რომ ეს ძალიან მომგებიანი ინდუსტრია და ამ დროს კომოდიტია მე თუ მკითხავ, იმიტომ ძალიან ბევრი კონკურენტი ყავს და ეს ინდუსტრიას დიდი მომავალია, რომ უბრალოდ ატაცებულია ხალხის მე და ყიდულობენ უაზროდ, სადღაც შეიძლება ავიდეს სიტყვაზე ფასეთი $300 ერთი აქციის და შემდეგ დაეცეს სადღაც $5, $3 აწოლებს. აი ეს მოხდელობაში ძალიან არაჯანსაღი. აი ეს არის რაც მინდოდა რომ მეთქი, თუ კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ და მე ვეცდები რომ გაგცეთ სწრაფად პასუხი. მადლობა.